დაქირავებული მოსამსახურეა. ანტიკური დროიდან დემოკრატიის მამებიც ამას მიუთითებენ ძალაუფლება მხოლოდ მაშინ მიიღე, როდესაც ხალხისადმი მორჩილებას ისწავლიო. სოლონის სიტყვებია გენეცვალე დემოკრატიის მამის მე-7 საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე მან ახსენა სიტყვა დემოკრატია. ან ციცერონის სიტყვებია მხოლოდ ის ქვეყანა წარმოადგენსო დემოკრატიის ჭეშმარიტ ნავსაყუდელსო, სადაც ძალაუფლების ჭეშმარიტი სუვერენი და მკრობელი ხალხია. ბიჭო, თვით იაპონიაშიც კი ხანდახან იძახია, ვაიმე სიმბოლური რაღაცა ეს იაპონიის იმპერატორს, საერთოდ იმპერატორს იმას გვარი არ აქვს. გვარი არ აქვს, ისინი ნამდვილად თვლიან, რომ მათი იმპერატორი პირველი მე-660 წელს იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე ძიმუ ის იყო ზის ქალბერტ ამას ისინი განას გაპარს ამას ესე იგი მოსკოვში ვიყავით მე და მამა ჩემი მოგვიწია ლუქში ორი იაპონელი იყო უბრალო სამურაები კი არ იყვნენ ეს კლანის ხელმძღვანელი თავადები ჩათვალე ეს იაპონიის ქონდა ხმალი ქონდა იაპონური და მე მაგაცობდი მაგათთან და რო ამიხსნეს რომ ძიმუ არის ქალღმერთის შვილიშვილი გამეღიმა და კინაღა მუთავოთ არ დავრჩი просто ძალიან ახლოს იყვნენ ჩემთან გააჩერდო შეიძლება თავი მოეჭრათ იმხელა შეურაცხყოფ ნამდვილად დარწმუნებული არიან ღმერთად წარმოდგენილი ხო და იქაც კი ასე იწყება კონსტიტუცია იაპონიის იმპერატორი არის ქვეყნისა და ხალხის ერთიანობის სიმბოლო რომლის სტატუსად განსაზღვრავს იაპონელი ხალხი რომელიც ქვეყანაში ძალაუფლების ერთადერთი სუვერენია სხვაგან აღარ ვიცახი შეხედე ესე იგი ჩვენ ხალხი ყოფილვართ ძალაუფლების ერთადერთი აბსოლუტური მკრობელი. მე ვიცახი რაც წერია კონსტიტუციაში რა ვთქე ვიცი. ასეთი ტიპის სახელმწიფოში ხელისუფლებას სასაკვირველია უფლება კი არა მოვალეობაც გააჩნია თუ ქვეყანაში მძიმე ეკონომიური ვითარება სამუშაო ადგილების დეფიციტია მან შრომის უნარიან არასაპენსიო წლოვანების პიროვნებას მიანიჭოს უმუშევრობის სტატუსი და შესაბამისი კომპენსაცია დაუნიშნოს. ეს მისი უფლება მოვალია ამისი. ამავე დროს მათ განაუფლება აქვს მოვალია რომ თუ არის არასაპენსიო არსაკის და თლიანად ნაწილობრივ შეზღუდული აქვს შრომის უნარიანობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას დაუნიშნოს შესაბამისი ესადოის ინვალიდობის ჯგუფი და შემწეობა აღმოუჩინოს. რასაკვირველია, ამის უფლება აქვს, მაგრამ მე ასეთი შეკითხვა მაქვს. რა უფლება აქვს ხელისუფლებას? როდესაც მე ხელისუფლების ერთადერთ სუვერენს, მკრობელს საქართველოში მანიჭებს სოციალურად დაუცველის, ანუ ჩაგრული სტატუსს და პირდაპირ თვითაღიარებითი ჩვენები, მევლინები მოძალადეთ და ჩაგვრელად. აი ეს ხო ძალიან მარტივია, კაცო. როგორ შეიძლება მე სოციალურად დაუშველი ვიყო მე თუ ვარ ძალაუფლების ხარო? გამიგე? ჩვეულებრივად ხდება ეს ამბავი და კაცი შვილი ამას ყურადღებას არ აქცევს. αλλά მეორე მაგალითი ამხოთ. დავით გარეჯის ეს რა პრობლემია დავით გარეჯში? კაი ხანია, ორჯერ მომიწია მე დავით გარეჯში ასვლა. ჯერ ორი მანქანით წავედით, მე ეს პატრიოტთა ალიანსი იყო თუ წინააღმდეგის მოძრაობა, პარტია ყალიბდებოდა, რა ვეხვეწე მოურავს, არ გინდა დატოვე. ხო, ავედით ერთი იკაროსით, მანჯავიძე ესენ ჩვენ ავედით და ძლივს ამიტანეს რა. ძლივს ამიტანეს იმაში. ჩემტერს კაცო ძლივს ამიტანეს და მე ამიტანეს კიდევ არა უშავს ორმა ამიტანა მაგრამ მე მეორე მხარიდან ჩამოვედი ციცაბოდი და იქ სვანებს მოვყავდი ერთ სამს და ორ ხელსურს რაფერ ჩამომიტანეს ახლაც აზიანა ვარ და არა ჯერ ჩამოსვლაზე არა მაქვს საქმე რო ავივაკე ხო ასვლისას ამოვისუნთქე სურათის ესო იქ გადე ბიჭო აი ხასიათე დავდექი უცებ რო ავედი ცოცხალი ავედი ამოვისუნთქე და მჭრივი მიდის წინ ხალხი მიდიან კიდევ ვისა რა ქვია და მოდის ვიღაც ტიპი რა ესე რა ძალიან